ბრალდებულმა ნანა სანდერსმა სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ამასთან დაკავშირებით უკვე ინფორმაცია აქვს პენიტენციურ სამსახურს, თუმცა ოფიციალური განცხადება და პასუხი საზოგადოებას ჯერჯერობით არ უნახავს. სავარაუდოდ დღის ბოლომდე შესაძლებელია, რომ ოფიციალური განცხადებით უპასუხონ ნანა სანდერს. რაც შეეხება განცხადებას, ბრალდებულმა სხდომათა დარბაზში დაასახელა კონკრეტული პირი, მაგალითად ეს არის ნინო ქუთათელაძე. სანდერსი ამბობს, რომ სწორედ ამ პირის მხრიდან იყო ის დამცირების მსხვერპლი. სანდერი ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს არის ქალი ნინო ქუთათელაძე, რომელიც სანდერს მისი გვარის გამო დაუპირისპირდა. სანდერი ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საპატიმრო დაწესებულებაში საფრთხე ემუქრება, რადგან რამდენიმე დღის წინ, როგორც თავად ბრალდებული განმარტავს, ციხეში გაჩნდა ხანძარი, იყო უჟანგბადობა და საკნის შუშაც კი არ გაუხსნეს იმისთვის, რომ ჰაერი ყოფილიყო საპატიმრო დაწესებულებაში. რაც შეეხება თვით დაზიანებებს, სანდერი ამბობს, რომ იმ პირობების გამო, რომელსაც ციხეში გადის, მან თვით დაზიანებები მიიყენა. ციხის პერსონალის წარმომადგენელმა ნინო ქუთათელაძემ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა. რამდენიმე საათის განმავლობაში მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მეუბნებოდა, რომ საქართველო ჩემი ქვეყანა არ არის, რომ აქ არავის ვჭირდები და გერმანიაში უნდა წავიდე ჩემი გვარიდან გამომდინარე. მინდოდა, რომ მონიტორინგის სამსახურში დამერეკა და ამის საშუალებას არ მაძლევდა. არც სახალხო დამცველის ცხელი ხაზი არ ფუნქციონირებს. ერთადერთი, სადაც დარეკვა მოვახერხა, ის იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იყო. ციხეში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემს უფლებებს დაიცავს. შევედი აბაზანაში და ვენის გადაჭრა ვცადე. დავუძახე ექიმს და თან შემომიტანეს ოქმი, სადაც ეწერა, რომ ადმინისტრაციასთან პრობლემა არ მაქვს. მეოთხე დღეს შემოვიდა გამომძიებელი ავთანდილ სიჭინავა, რომელიც დანაშაულის დაფარვას ცდილობდა. უკანონობაზე მეუბნებოდა, რომ ეს კანონიერი იყო. ისეთი ჩვენება შეადგინა, საიდანაც აზრს ვერ გამოიტანთ. ის ჩემს დაკითხვას ცდილობდა ჩემი 4 ოქტომბრის საქმეზე. სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ორგანოა ციხე, სადაც ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია. მე თუ ტექნიკურად არ შემიძლია, რომ გარეთ ვინმეს ხმა მივაწვდინო, რითი დავიცვა ჩემი უფლებები. ასევე ციხეში მოხდა ხანძარი, სადაც მე ვიმყოფებოდი. ციხის დირექტორი, რომელიც კვამლისაგან იხრჩებოდა და იგუდებოდა, ვეუბნებოდი, რომ რაიმე გაიღო, რომ ჰაერს მოძრაობა შეძლებოდა, რადგან ეს კვამლი ჩვენთან შემოდიოდა. ერთ პატიმარს თვალები ეწყოდა. მე ყველაფერი. ციხის დირექტორს და ადმინისტრაციის თანამშრომელ ნინო ქუთათელაძეს ვეუბნებოდი, რომ ჟანგბადი მჭირდებოდა, მაგრამ მიყვიროდნენ და მეუბნებოდნენ, სად არის კვამლიო. ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში დირექტორს ვითხოვდი, რაზეც უსაფრთხოების თანამშრომელმა შეურაცხყოფა მომაყენა. რის შემდეგაც ციხის კარების სარკმელზე ხელი ამერტყა და 4 თითი დამიზიანა. ვითხოვ კამერების ამოღებას, სადაც გამოჩნდება ხანძრის დროს რა მდგომარეობაში ვიყავი. ასევე 28 აპრილის ვიდეო ჩანაწერებს, როდესაც თვითმკვლელობამდე მივედი. სასახლის ხობის საქმეზე დღეს პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ახლა არის ჯერი დაცვის მხარეზე, სწორედ მათ უნდა გამოიკვლიონ საკუთარი მტკიცებულებები. ასევე საინტერესოა, რას უპასუხებს პენიტენციური სამსახური ნანა სანდერის განცხადებას.